შეიძლება არც ეს ხასული დაზიანებები. ქიმიურ დაზიანებებს ეკუთვნის დამწვრობა და მოყინვა და ქიმიურ დაზიანებებს ეკუთვნის დაზიანებები მჟავებით და ტოტალურად, ხო? ეხლა რაც შეეხება მექანიკურ დაზიანებებს, მექანიკურ დაზიანებებზე, როდესაც ლაპარაკობთ, უნდა განვიხილოთ მაგალითად გლიკოსოიდების რიგი დაზიანებები. თუმცა შეიძლება ერგოს ტრამვულ დაზიანებებს შევხვდეთ, როგორც მაგალითად გლიკოსოიდის დაზიანებებს, ხო? არსებობს ესე იგი იზოლირებული, შეთავსებული და კომბინირებული დაზიანება. ხა რას ნიშნავს თითოეული? თუ ერთი დამაზიანებელი ფაქტორი აზიანებს რომელიმე ერთ ანატომიურ რეგიონს, მაშინ ლაპარაკი არის იზოლირებულ დაზიანებაზე. აი მაგალითად ადამიანმა მიიღო ტრავმა და მოწყდა ქვედაყბის ზვანა. ეს არის იზოლირებული დაზიანება, ხო? ეხლა რაც ეწოდება შეთავსებული, ანუ შერწყმული დაზიანება. თუ ერთი დამაზიანებელი ფაქტორი აზიანებს ერთ ანატომიურ რეგიონზე მეტს. აი მიიღო ტრავმა თავის არეში და თავის ტვინის შერყევაც აქვს და ქვედაყბის მოტეხილობაც. ესე გიგია. ან ზედაყბის მოტეხილობაც აქვს, ქვედაყბის მოტეხილობაც. ან ზედაყბის მოტეხილობაცა და ყრიმალის მოტეხილობაც. ეს ყველა ძვალი ერთად არის, ქვედაყბა, ზედაყბა, ყრიმალიც, ცხვირიზულები და ესეთი შეთავსებული დაზიანებები წასვლა პლუს ტვინის შერყევაც აქვს. ასე გიგია, ხო? ესე იგი, ერთი დამაზიანებელი ფაქტორია, იმიტომ რომ მექანიკური ტრავმა ამ შემთხვევაში. მაგრამ ერთზე მეტი ანატომიური რეგიონი არის დაზიანებული. ეს ხდება შეთავსებული ან შერწყმული დაზიანება. ეხლა რა ეწოდება კომბინირებული დაზიანება. კომბინირებული დაზიანება ეწოდება ისეთ დაზიანებას, როდესაც ესე იგი მონაწილეობს რამოდენიმე ერთზე მეტი დამაზიანებელი ფაქტორი. აი მაგალითად კომბინირებული დაზიანების ესე კლასიკური ვარიანტი არის ესე იგი ატომბირთვული აფეთქება. ამ დროს არის დარტყმითი ტალღაც, არის თერმული გამოსხივებაც, იმიტომ რომ სითბო გამოიყოფა აფეთქების დროს და არის ესე იგი გამოსხივებაც, არა რადიაციული დაზიანება. აი ეს არის ესე იგი კლასიკური მაგალითი დაუშვათ კომბინირებული დაზიანება. თუმცა დამაზიანებელი ფაქტორი აღემატება ერთს, ანუ ერთზე მეტი, ხო? ახლა როდესაც ხდება მაგალითი ქსოვილების დაზიანება, ანუ ძვლების დაზიანება. ვითარდება ესე იგი ძვლის მთლიანობის დარღვევა, ეს თუ იშვიათად და როდესაც ძვლის მთლიანობა ირგვა, წარმოიქმნება ესე იგი ეგრეთ წოდებული ფრაგმენტები. ანუ ნაწილებს ძვლის მოტეხილობის შემდეგ ეწოდება ფრაგმენტები. როდესაც ფრაგმენტი პატარაა, მას ნამსხვრევი ეწოდება. ხო? თუ კი ესე იგი გვაქვს ერთი პატარა ნამსხვრევი დაზიანების, ძვლის დაზიანების ადგილას, მაშინ ლაპარაკობენ ნამსხვრევიან მოტეხილობაზე. მაგრამ თუ ძვლის დაზიანების უკანში გვაქვს როგორც მსხვილი, ისე წვრილი ფრაგმენტები, ანუ ნამსხვრევი, მაშინ ლაპარაკობენ დამსხვრეულ მოტეხილობაზე. დამსხვრეულ მოტეხილობაზე. მოტეხილობა შეიძლება იყოს მარტივი და შეიძლება იყოს რთული მოტეხილობა. აი მაგალითად მოწყდა ქვედაყბა და გვაქვს ესე იგი ორი ფრაგმენტი. ეს იქნება მარტივი მოტეხილობა, ხო? მაგრამ თუ ესე იგი გვაქვს ორ ფრაგმენტზე მეტი, მაშინ იქნება რთული მოტეხილობა, ესე გიგია. მოტეხილობა შეიძლება იყოს ცალმხრივი და შეიძლება იყოს ორმხრივი მოტეხილობა. მოტეხილობა შეიძლება იყოს ესე იგი სრული და არასრული, გაბზარვას არასრული მოტეხილობა ეწოდება, ხო? მოტეხილობა შეიძლება იყოს ესე იგი ტიპიური და ატიპიური. რატომ ტიპიური? იმიტომ რომ ხდება ხშირად. და რატომ ხდება ხშირად? იმიტომ რომ თურმე ცალკე უძლებს ქონიათ სუსტი ადგილები, ანუ სუსტი წერტილები, სადაც ძალის მიყენების შემთხვევაში უხშირესად გაიუწყება მოტეხილობის სტელის. დიახ, მოტეხილობის და ასეთი სუსტი წერტილები ყბის ვალსაც აქვს. როგორც ზედაყბის, ისე ქვედაყბის. მაგრამ ქვედაყბისთვის ტიპიური მოტეხილობა იქნება შუა ხაზზე მოტეხილობა, ანუ ცენტრალური მოტეხილობა, ეშვის ხაზზე მოტეხილობა, ანუ მენტალური მოტეხილობა, კუთხის მოტეხილობა, ყელის მოტეხილობა, ქვედაყბის ყელის არეში, ან გვირგვინისებრ მოშსარში, ეს არის ტიპური მოტეხილობა. და ზედაყბის ვასაც აქვს, ძლებსაც აქვს ესე იგი სუსტი ადგილები, სადაც ესე იგი შეიძლება გაიაროს უხშირესად მოტეხილობის ხაზებთან. აი მაგალითად, შეიძლება ორი ზედაყბის ძვალი გვაქვს, ხო, მარჯვენა და მარცხენა. და ტიპიური მოტეხილობა როგორც წესი ორმხრივია ხოლმე ამ დროს, მაგალითად როდესაც გვაქვს ყველაზე მარტივი მოტეხილობა, მას ლეფორ პირველი ეწოდება,
და მოტეხილობის ხაზი იწვება საკბილე მორჩის პარალელურად სქესებული შესავლის სქესებული შესავლის ფორმები დიდი ფორმის არა ფუძეზე გაივლის და გავრცელდება ტუბერ მაქსილების მიმართულებით ორივე მხარეს და ამ დროს ლეფორმა აღწერდა იმიტომ და ამ დროს იგი მონეტეხი ფრაგმენტი შეიცავს საკბილე მორჩს მაგარ სასას მთლიანად ეს ფრაგმენტი თავის კბილებიანი და მაგარი სასიანად არის ესე იგი მოცილებული ზედაყბიზულებს და თუ ფრონტალური კბილების ადგილას ჩავკიდებთ ხაზს და ვამოძრავთ ისე მოძრავთ როგორც მოსახსნელი პროტეზი მარტო ბილქსოვილებს უწევს ფრაგმენტი ახლა ამას მეოთხე კურსზე გავივით ზედაყბიზულების ტიპური მოტეხილობის ფორმებს მაგრამ უბრალოდ ესე ეკითხა გეტყვით რომ ლეფორმეორის დროს ესე იგი მოტეხილია ორივე ზედაყბიზვალი ცხვირიძულებთან ერთად აი ეს ნაწილია მოტეხილი აი ეს ნაწილი და ამ დროს ესე ფრონტალური კბილების ადგილას ჩავალებთ ხაზს და ვამოძრავთ ესე იგი მოძრაობს ორივე ზედაყბიზვალი და ცხვირი და ლეფორმეს ამის დროს მოტეხილი არის ესე იგი სახის შუა ზონა მთლიანად ესე იგი ორივე ზედაყბიზვალი ცხვირის ძვლები და ყრიმალის ძვლები და ესე იგი მოტეხილობის ხაზები ვრცელდება ხანდახან ქალას ფუძემდე და ერთის ხოლმე ქალას ფუძის მოტეხილობაც და ამ დროს თუ ჩავავლებთ ხელს და ვამოძრავთ საკბილე მორჩის ფრონტალურ კბილების არეში მოძრაობს დიახ სახის შუა ზონა ორივე ესე იგი ზედაყბიზვალი ცხვირის ძვლები ყრიმალები და თვალის კაბელები და თუ ქალას ფუძის მოტეხილობა გაიგო რა თქმა უნდა ამ დროს არის სისხლისგან და თავზურყინის სისხლის ხანდახან პიროვანი მასებისგანაც ცხვირიდან პირიდან ხუბებიდან და ასე შემდეგ ძიმე ფორმის მოტეხილობა ხალხს ძირითადად ესე იგი ავარიების დროს სიმაღლიდან ჩამოაგდეს დროს აცევე ესე იგი შემთხვევების დროს როდესაც გვაქვს ფუჩის ტრაუმები ერთხელ ცემენტს ავში და ასე შემდეგ არის ეს სახის დაზიანებები ესე იგი მოტეხილობა შეიძლება იყოს ტიპიური და ატიპიური. ტიპიური არის ესე იგი უფრო ხშირად, იმიტომ რომ თურმე ძვლებს გონია სუსტი წერტილები, სადაც ძალის მიყენების შემთხვევაში უხშირესად გადის მოტეხილობის ხაზები, ხო? გარდა ამისა, მოტეხილობა შეიძლება იყოს ესე იგი ტრაუმული და პათოლოგიური. რას იწვევს ტრაუმული მოტეხილობა? აი, ტრაუმის მიყენების შემთხვევაში როცა ყოფა ძვალი, ხო? და პათოლოგიური მოტეხილობა, როცა ძვალი არის დასუსტებული რომელიმე პათოლოგიური პროცესით. ანუ მისი მთლიანობა წარგოს ეცქი რომელიმე პათოლოგიური პროცესი. მაგალითად, იბო, ძვლის, სარკომა, ძვლის, არა? იგივე ესე იგი ამელობლასტომა, ძვლის, დიდი ზომის კისტები, რომლებიც არგონ დიფუზური ოსტეომიელიტი, ანუ ანთლება ძვლის, მაგდროსაც ესე იგი შეიძლება განთავსდეს. მაგდროს პატარა რაღაცა ღეწვითი მოძრაობის შემთხვევაში შეიძლება დაიწყაცონოს ხომ და გატყდეს გასაგები, ხო? მოტეხილობა შეიძლება იყოს პირდაპირი და არაპირდაპირი. პირდაპირი მოტეხილობა ვითარდება ძალის მიყენების ადგილას. აი მაგალითად დაარტყეს ადამიანს მენტალურ არეში და მოწყდა შუა ხაზი. ეს პირდაპირი მოტეხილობა, ხო? და თუ კი ესე იგი მოწყდა ყელის მიდამო, აი მიყვება ხოლმე ეს ძალა და გადაეცემა და ყელის მიდამო სუსტი ადგილი და წყდება. მაშინ ესე იგი ის იქნება აი ამ მოტეხილობისთვის, როცა ესე იგი ქვედაყბის ყელის არეში გადის მოტეხილობა, არაპირდაპირ, იმიტომ რომ დაარტყეს ესე იგი მენტალურ არეში მოწყდა ყელის მიდამო, გასაგებია, ხო? გარდა ამისა, მოტეხილობის ხაზების მიხედვით შეიძლება მოტეხილობა იყოს სწორხაზოვანი, შეიძლება იყოს ესე იგი ირიბი, ზიგზაგისებური მოტეხილობა, თაღისებური და ასე შემდეგ. ეს რაც შეეხება ესე იგი ზოგად კლასიფიკაციას დაუშვათ სახისძვლების ტრაუმული დაზიანებისა და ზოგადად ესე იგი ძვლების ტრაუმული დაზიანებისა. მაგრამ უნდა გითხრათ, რომ არსებობს ესეთი კლასიფიკაცია, ბევრი კლასიფიკაციები გამოვიდა, ხო ჩამოთვალეთ, ესეთი კლასიფიკაცია. ესე იგი ორ ჯგუფად ყოფენ ხოლმე ბასახის მიდამოს ტრაუმულ დაზიანებებს. ეს არის პირველი ჯგუფი, ესე იგი სახის რბილი ქსოვილების ტრაუმული დაზიანება, რომელიც თავისუფლად ორ ქვეჯგუფს შეიცავს. სახის რბილი ქსოვილების ტრაუმული დაზიანება, კანის და ლორწოვანი გარსების მთლიანობის დარღვევის გარეშე. ეს იქნება, რა თქმა უნდა, დაჟეჟილობა, შიცის შაქცევა ან ჰემატომა. მეორე ჯგუფი იქნება სახის რბილი ქსოვილების ტრაუმული დაზიანება, სახის და პირისყრის რბილი ქსოვილების, მოდი ესე ვთქვათ, აღარ პირისყრის ქირურგიაზე ლაპარაკობ მაინც, ტრაუმული დაზიანება, კანის ან ლორწოვანი გარსების მთლიანობის დარღვევის, ეცნობა ჭრილობები, ხო? რომელიც შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, მაგალითად, ნაკვეთი, ნაფლეთოვანი ჭრილობები, ნაკბენი ჭრილობები, არა, ნაჩვლეტი ჭრილობები და ასე შემდეგ. თქვენ ყველას გისწავლეთ ზოგად ქირურგიაში ჭრილობების კლასიფიკაცია და ნებისმიერი ჭრილობა შეიძლება იყოს სახის მიდამოში. და მეორე ჯგუფი დაზიანებისა ეს გახოთ სახის ძვლების ტრაუმული დაზიანება, რომელიც ასევე ორ ქვეჯგუფად იყოფა. სახის ძვლების ტრაუმული დაზიანება, კანის და საფარი ქსოვილების მთლიანობის დარღვევის გარეშე იქნება სახის ძვლების დახურული მოტეხილობა და სახის ძვლების ესე იგი ტრაუმული დაზიანება,
კანის ან ლორწოვანი გარსების მთლიანობის დარღვევით ეს იქნება ღია მოტეხილობა. აი ცეცხლსასროლი დაზიანებების დროს უფრო ვითარდება როგორ დაზიანება? ღია დაზიანება, ხო? თუმცა მექანიკური ტრამით გამოწვეული ესე იგი დაზიანებები შეიძლება იყოს ესე იგი არაცეცხლსასროლის დროს შეიძლება იყოს ღია. მაგრამ როდის ვითარდება ღია მოტეხილობა არაცეცხლსასროლი დაზიანების დროს? აი მაგალითად ყბებზე. როდესაც მოტეხილობის ხაზები გადის სადმე საკბილე მორჩის ფარგლებში. ანუ კბილებს შორის. გამიგეთ? რატომ? იმიტომ რომ საკბილე მორჩის ფარგლებში ლორწქვიშა ქსოვილი ფაქტორად არ აქვს. გრძილის ლორწოვანი გარსი უშუალოდ ეკვის ესე იგი პერიოსტეონს. ამიტომ ძვლის და პერიოსტეონის მთლიანობის დარღვევის შემთხვევაში ირღვევა ეს ლორწოვანი გარსიც. და ვითარდება ღია მოტეხილობა პირის ხელში. იჯება დასაგებია ხო ეს? ვითარდება ღია მოტეხილობა პირის ხელში. თუ გადის ტილთა კალის ფარგლებს გარეთ, მაგალითად კუთხის არეში, ტოტის არეში, ყელის არეში, მაშინ ვითარდება დახვეული მოტეხილობა. იმიტომ რომ აი ეს ადგილი, ტოტი, მთლიანად ესე იგი გახვეულია მასიურად რბილ ქსოვილებში და როგორც წესი ესე იგი მათი მთლიანობის დარღვევა არ ხდება. საფარი ქსოვილების მთლიანობის დარღვევა არ ხდება. ეს რაც შეეხება კლასიფიკაციას. ახლა კბილების ტრამულ დაზიანებაზე მითხრა გავმახვილოთ თქვენი ყურადღება. უნდა მოსულიყო აქამდე ხო მენამდე რატოა ჩანს. ეხლა კბილების ტრამულ დაზიანებას როცა ვლაპარაკობ, უნდა განვიხილოთ ორი სახე ტრამულ დაზიანებას. ეს არის ესე იგი ამოვარდნილობა და მოტეხილობა. ამოვარდნილობის სამი ფორმა არსებობს. ეს არის არასრული ამოვარდნილობა კბილის, სრული ამოვარდნილობა და ჩაჭედილი ამოვარდნილობა. არასრული ამოვარდნილობა, რა თქმა უნდა, ვითარდება ესე იგი კბილბუდიდან კბილის ამოწევით და მორყევით. ტრავმის მიყენების ესე იგი შემთხვევაში, მაგრამ მთლიანად რომ დატოვოს ესე იგი კბილბუდი კბილმა, ასე არ ხდება, ხო, არასრული ამოვარდნილობის დროს. უფრო ხშირად ეს ნებისმიერი დაზიანება იქნება სრული ამოვარდნილობა, არასრული ამოვარდნილობა, ჩაჭედილი ამოვარდნილობა, ვითარდება ფრონტალურ კბილებზე, რადგანაც დალის მიყენების ესე იგი შემთხვევა უფრო მეტია ფრონტალურ ესე იგი არეში. თანაც ეს კბილები უფრო სუსტია, ხო, ერთფესვიანი კბილებია, ვიდრე გვერდითი სახეში მრავალფესვიანი კბილები. და განსაკუთრებით ესე იგი ზედა ფრონტალურ კბილები, იმიტომ რომ ისინი უფრო დაუცველია, ქვედა უფრო დაცულია, იმიტომ რომ ზედა კბილები გადმოგვივა სულშიდა შემთხვევაში ქვედა კბილები და ქვედა კბილები უფრო დაცულია, ვიდრე ზედა კბილები. ამიტომ უფრო ხშირად ესე იგი ეს ტრავმული დაზიანება მოდის ზედა ფრონტალურ კბილებზე. ეხლა არასრული ამოვარდნილობის დროს, როგორც ვითხარით, კბილი ესე იგი ამოწეულია კბილბუდიდან, მორყეულია, დგომა შეცვლილი აქვს. მეზობელ კბილებთან შედარებით უფრო მაღალი მდებარეობა აქვს, არა? ამ დროს ადგილი აქვს პათომორფოლოგიურად პერიოდონტულ სივრცეში კოლაგენური ბოჭკების ნაწილის გაგლეჯვას. და თვითონ ამ პერიოდონტის ქსოვილში წერტილოვან ესე იგი სისხლს ჩაქსევებს და ქსოვილოვანი სითხის ექსუდატისა და სისხლის ესე იგი გამოჟონვას, ხო? ეს ნერვუსიზარღვოვანი კონა, რომელზედაც მე მქონდა ლაპარაკი, შეიძლება იყოს ესე იგი გაგლეჯილი ასევე, აი აქედან ხო შედის ნერვუსიზარღვოვანი კონა რა. ან დაჭიმული, ესე იგი შეიძლება იყოს მისი მთლიანობა დარღვეული, ან შეიძლება არ იყოს დარღვეული მისი მთლიანობა, ნერვუსიზარღვოვანი კონის გასაგები, ხო? მაგრამ რაც შეეხება კოლაგენურ ბოჭკოებს, ანუ რომელიც ძირითადი ესე იგი ფიქსატორს წარმოადგენს კბილისა კბილბუდაში, მათი მთლიანობა ნაწილისა მაინც დარღვეულია. მაგრამ ნაწილის შენარჩუნებულია, მთლიანად რო იყოს დარღვეული პერიოდონტის მთლიანობა, არა? მაშინ კბილი ამოვარდებოდა კბილბუდაში და განვითარებოდა სრული ამოვარდნილობა. კბილი მორყეულია, შეხებით და პერკუსით მტკივნეული გახლავთ ასეთი კბილი, რა თქმა უნდა და პერიოდონტის ნაპრალი რენტგენოგრამაზე არის გაფართოებული. იმის გამო რომ კბილი ამოწეულია კბილბუდიდან, ბუნებრივია რომ პერიოდონტალური სივრცე ამ დროს რენტგენოლოგიურად გაფართოებულია, ხო? თუ ჩვეულებრივ რენტგენოგრამაზე ვიწრო სადა ზოლის სახით არის წარმოდგენილი, ამ შემთხვევაში გაფართოებულია ეს ნაპრალი. როგორც უკვე გითხარით, პერიოდონტის ქსოვილში ადგილი აქვს ესე იგი სისხლის გამოჟონვას, სისხლის და ქსოვილოვანი სითხის ექსუდატის გამოჟონვას. ეს რაც შეეხება ესე იგი ნაწილობრივ ამოვარდნილობას. რაც შეეხება სრულ ამოვარდნილობას. სრული ამოვარდნილობის დროს კბილი ესე იგი ტოვებს კბილბუდეს. მაგრამ აქ არის ორი ვარიანტი. პირველი, როცა მთლიანად აქვს და ესე იგი გაწყვეტილი ყოველგვარი კავშირი კბილბუდესთან, პერიოდონტთან და ესე იგი მასთან რა ქვია, ყალთაიოგის მთლიანობას ბოლომდე არის დარღვეული და ან პირის ღრუში არის ესე იგი, ან სადღაც ხდება ხოლმე ესე იგი აუცილებელი მისი მოძებნა ბუჩქებში, არ ვიცი, და მოაქვს ხოლმე მუჭით ეს ამოვარდნილი კბილები, ჩავატაროთ რეპლანტაცია. და სრული ამოვარდნილობის დროს, როცა კბილი
ანარა და ესე იგი კბილი ამოვარდნილია კბილბუდიდან მთლიანად, მაგრამ იმყოფება პირის ზღულში, რადგან წყალთაიობთან აქვს შენარჩუნებული ესე იგი კავშირი, გასაგებია, ხო? გრძილთან და წყალთაიობთან აქვს შენარჩუნებული კავშირი. ანუ უпростоრეთ წყალთაიობის საშუალებით გრძილთან აქვს შენარჩუნებული კავშირი, იმიტომ რომ ეს წყალთაიობი შემოეხვეორა კბილის წყალს, ესე იგი და წარმოადგენს კოლაგენური ბოჭკების ცირკულარულ განლაგებას კბილის წყლის არეში. ერთი ბოლოთი უმაგრდება, ესე იგი კბილის წყლის მიდამოში არსებულ დუღაბის კოლაგენურ ბოჭკებს და მეორე ბოლოთი უმაგრდება გრძილს, ხო? ანუ გრძილთან აქვს შენარჩუნებული კავშირი ყალთაიობის საშუალებით. გასაგებია, ხო? და მაგრამ მდებარეობს პირის ზღულში. ეხლა როგორ უნდა რა ხდება ამ დროს? ну რა თქმა უნდა, ესე იგი ამ დროს შეიძლება კბილბუდე იყოს დამსხვრეული, ან კბილის მთლიანობაც იყოს ესე იგი დარღვეული. შეიძლება არც ერთი იყოს დამსხვრეული, არც კბილბუდე იყოს დამსხვრეული და არც კბილის მთლიანობა არ იყოს ესე იგი დარღვეული ამ დროს. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ესე იგი მკურნალობის ტაქტიკის თვალსაზრისით, ამ მკურნალობას ავიჩებ შემდეგში. რა თქმა უნდა, რენტგენოლოგიურად არის ცარიელი კბილბუდე ამ დროს და ესე იგი კბილი გვაქვს ამ პირის ზღულში ან მოსაწევი. ეხლა როგორ იქნება ექიმის ტაქტიკა? თუ კი კბილის მთელია და კბილბუდის კედლების მთელი არ არის დამსხვრეული, უნდა ჩატარდეს რეპლანტაცია. ანუ ესე იგი კბილის ჩანერგვა საკუთარ კბილბუდეში. მაგრამ ეს უნდა მოხდეს, რა თქმა უნდა, არა მეორე და არა მესამე დღეს, რადგანაც შეუძლებელია მეორე და მესამე დღეს ამის გაკეთება, ეს უნდა მოხდეს მომენტალურად, დიახ. რადგანაც ამ დროს ესე იგი კბილბუდე განიცდის შეკუმშვა და რეპლანტაცია უბრალოდ ვეღარ მოხერხდება. ჩვენ რეპლანტაციის ოპერაციაზე უკვე ვილაპარაკეთ, როდესაც ესე იგი საუბრობთ ქრონიკული პერიოდონტიტის ესე იგი მკურნალობის ერთ-ერთ მეთოდზე, ხო? ამ შემთხვევაში განსხვავება არის ის, რომ თუ ქრონიკული პერიოდონტიტი რო ჩვენ ფესვის მწვერვალებიდან და ხანდახან მთლიანად ფესვის ესე იგი გასწვრივ ვაცილებ მთლიანად ჩირქოვან გრანულაციური ქსოვილს, ანუ ვხეკავთ ფესვს, ხო? მოვაცილოთ ეს ჩირქოვანი გრანულაციური ქსოვილი. ამ შემთხვევაში ბავშვებო, ჩვენ ამას არ ვაკეთებთ. ბრეცხავთ უბრალოდ კბილს, რომ შევინარჩუნოთ პერიოდონტი. გამიგე პერიოდონტი უნდა შევინარჩუნოთ კბილბუდაშიც, რომ მივახციოთ პერიოდონტალურ შეხორცებას. წინააღმდეგ შემთხვევაში განვითარდება ძვლოვანი შეხორცება და არა პერიოდონტი საჭირო სორია, ხო? ამორტიზაციისთვის საჭიროა, ხო, კვებისთვის და ასე შემდეგ. ამქიდან გამომდინარე, პერიოდონტალური შეხორცება რომ შევინარჩუნოთ, აუცილებელია შევინარჩუნოთ პერიოდონტიც, როგორც კბილბუდაში, ისე ფესვზე. უბრალოდ ანტისეპტიკებით, თბილი ანტისეპტიკური ხსნარებით, ანტიბიოტიკებით კარგად ირეცხება ეს კბილი. შემდეგ წარმოებს მისი დეპულპაცია, ისევე როგორც ესე იგი ამას ვაკეთებით ქრონიკული პერიოდონტიტის დროს, ანუ ტრეპანაცია, უნდა მოცილდეს ესე იგი პულპა, რომელიც რა თქმა უნდა ნეპროზულია, იმიტომ რომ გაწდა კავშირი მასთან, აქვე ნერვუსი ზეღონკონა, თიანთალი ჩაწყვეტი და პერიოდონტის მთლიანობას დარღვეულია მთლიანად, ამ შემთხვევაში სრული ამოვარდნილობის დროს უნდა მოხდეს კბილის დაბჟენა, ახაც აუცილებლად ვაწარმოებთ ფესვების მწვერვალების საკვეთას, თანამ რეპლანტაციას გავაკეთებდეთ და ესე იგი გვირგვინსაც ან საჭირო კიდესაც თუ ეს ცენტრალური კბილია, ესე იგი ან საჭირო ბორცვებს თუ გვერდით კბილია, მაგრამ თუ ცენტრალურია ხოლმე, საჭირო კიდესაც უნდა გადაუვაროთ, რომ დავადაბლოთ, ესე იგი მოვქრიბოთ და ამის შემდეგ ვაწარმოებთ ესე იგი კბილბუდის კარგად დამუშავებას, ანტისეპტიკებით ამორეცხვას და კბილის ესე იგი ჩანერგვას საკუთარ კუთხეში და იმობილიზაციას. ნუ რეპლანტაციის დროს ჯობია ჩატარდეს იმობილიზაცია, მაგრამ თვენახევრის განმავლობაში მიდის ეს შეხორცება და მანამდე რომ ესე იგი რეჭვით დატვირთვა მოვიდეს ამ კბილზე, ფაქტობრივად რეპლანტაცია იქნება წარუმატებელი. ამიტომ ჯობია რომ ესე იგი ან არტაშანზე დავამაგროთ ლიგატურებით, ესე იგი ეს არტაშანი დავადოთ მეზობელ კბილებზე, ალუმინის არტაშანი და ესე იგი დავამაგროთ ლიგატურებით საფიქსაციო წვრილი მავთულოვანი ლიგატურებით, მაგრამ ლიგატურა უნდა გადაიოს კბილის საჭრელ კიდეზე. ყელის მიდამოში რომ მოუჭირო ამოწევს შეგრეთილი ამოაგდეს ძობრული. საჭრელ კიდეზე უნდა გავმოვიდეთ, იადროვის ლიგატურები არის, რომელიც საჭრელ კიდეზე გადადის და ისე აფიქსირებს, პლუს ესე იგი ამ იმასთან რა ქვია, არტაშანთან. ან ესე იგი ბრჭყალიანი არტაშით უნდა დამუშავოთ, ეს ბრჭყალი საჭრელ კიდეზეა, ან საღირს ზედაპირზე თუ ეს გვერდით კბილია. ან შეიძლება პლასმასის ინდივიდუალური სტრუქტურული პლასმასი, ან გამოვიდეთ ინდივიდუალური ესე იგი არტაშნები. ყოველ შემთხვევაში ფიქსირებული უნდა იყოს თვენახევრის განმავლობაში, სანამ არ მოხდება შეხორცება. იდეალური ვარიანტი შეხორცების არის პერიოდონტალური შეხორცება და არა ძვლოვანი შეხორცება. ძვლოვანი იმას ნიშნავს, რომ კბილის ფესვი უხორცდება მთლიანად, ესე იგი ახალწარმოქმნილი ძვლით კბილბუდეს წარმოიქმნებს და ამ დროს ოდისმე რომ დაჭირეთ იმპულის ექსტრაქცია, ფაქტობრივად თვითონ უნდა მოხდეს, ესე იგი ამოხერხვა თავისი კბილბუდიანობა და ძვლოვანი შეხორცება ნაკლებად ეს არის. ეხლა რა შეეხება ჩაჭედილ ამოვარდნილობას, რა არის ჩაჭედილი ამოვარდნილობა?
ჩაჭედილი ამ უვარდნილობის დროს, ესე იგი, მოდის კბილზე კბილის ღერძის გასული ვერტიკალური, ესე იგი, დარტყმა. ეს ძალიან ხშირად ხდება ხოლმე ბავშვებში, მაგალითად, აი როდესაც ბავშვი ჩამოცრუდება და მაგიდას ჩამოაწყავს სვენას. ამ დროს ზედა და ქვედა კბილები ერთმანეთს ესე უტყავს. ზედა კბილები გადმოკლავს ქვედა კბილებს, და ქვედა კბილების საჭრელი კიდები უტყავს ზედა კბილების საცისკენ ზედა კბილებს და ქვედა კბილები ჩაიჭედება ხოლმე. ჯასნიშნავ ჩაჭედილი ამბავი და ლურსმანივით არის ჩასობილი კბილი ყბის რუბლისებურ ნივთიერებაში. ანუ წარმოიდგინეთ კბილის ფესვი გაარგოს ესე იგი კბილ ბუდეს და ჩაესობა ესე იგი და ამ დროს ესე იგი კბილის გვირგვინი ჩაყურსული არის ესე იგი კბილ ბუდეში. და ფესვი გადასული არის ესე იგი რუბლისებურ ნივთიერებაში. როგორც ლურსმანი ჩააჭედო ისე გასაგებია, ხო? და ხშირად ესე იგი შეიძლება იყოს ნაწილობრივი ჩაჭედა, ან სრული ჩაჭედა, ანუ არ ჩანდეს ესე იგი პირის ზღუში ესე იგი ეს კბილი და ხშირად ესე იგი გონიათ რომ ეს არის სრული ამოვარდნილობა, ეს სრული ჩაჭედა. ამოვარდნილობა და ეძებენ აქეთ კეთილდებიან და ვერ პოულობენ რაღაცა, აგერ მე კბილბუდეს გაარჩევენ თეთრად რაღაცა კბილბუდეში. გადაიღებენ ეგრე და აღმოჩნდება რომ ესე იგი კბილბუდეში არის კბილის გვირგვინი. და ფესვი ესე იგი გადასული არის ესე იგი. ხო მე დამავიწყე მეტყვა ნაწილობრივ ესე იგი ამოვარდნილობასაც რეპოზიცია საჭირო გაუტკივარების თუ რა თქმა უნდა და დაფიქსირება არ დაშადა ის როგორც რეპლანტაციის შემთხვევაში სული ამოვარდნილობის დროს ხო უნდა გააწეროებული ჩააბრუნო და დააფიქსირება. ეხლა რაც შეეხება ჩაჭედილ ამოვარდნილობას ამ დროს რა თქმა უნდა გაგლეჯილია მთლიანად ყველა ფიქსატორი ყონა იმის რა ქვია პერიოდონტისა და მთლიანად პერიოდონტის ქსოვილები არის გაგლეჯილი და გაგლეჯილია რა თქმა უნდა ნერვულ სიზარღოვანი ესე იგი ისიც რა ქვია ყონაც და ესე იგი ჩაყურსულია კბილი რუბლისებურ ნივთიერებაში. როგორ იქნება ტაქტიკა? ადრე ესე იგი აწარმოებდნენ ესეთი როტაციული მოძრაობით კბილის ესეთი ნელ-ნელა ამოწევას, ჩასწორებას და იმობილიზაციას არტაშნით. მაგრამ შემდეგში აღმოჩნდა ასეთი ჩარეების დროს მიდიოდა კბილის ფესვის რეზორბცია. ანუ დაწოვა და ასეთი კბილი კარგავდა. ეხლა არის ესეთი ტაქტიკა, უნდა დავანებოთ თავი. და დავაცადოთ როდის ამოიჭრება თავისი ისე როგორც პირველად რამოდის ამოიჭრება ხოლმე, ხო? ჩამოვა, მაინც თავის სამოიჭრება. ხო, ხანდახან. თუ კი ესე იგი რა შეფერდა მისი ამერა შეიძლება რომელიმე ორთოდონტული გამაღიზიანებელი აპარატები რო არის. კბილის ჩამოჭრისთვის რო იყენებენ ხოლმე. საკბილო მოსო აღიზიანებელი ჩამოჭრეს, აი ეს გამოვიდა. მაგრამ უნდა დავაცადოთ როდის ამოიჭრება. რა თქმა უნდა, აუცილებელია ასეთი კბილის შემდეგ ელექტროდონტოდიაგნოსტიკური გამოკვლევა. თუ კი პულპა იქნება ესე იგი ნეკროზული, საჭირო იქნება მისი ესე იგი დეპულპაცია და დამშენა. ისე როგორც ნაწილობრივი ამოვარდნილობის დროს. ნაწილობრივი ამოვარდნილობის დროსაც მე გითხარით, შეიძლება ის ნერვულ სიზარღვოვანი ქონა იყოს ან გაგლეჯილი, ან დაჭიმული. ესე იგი ამ დროს ესე იგი სათუა მოიშელა თუ არა კბილის ესე იგი პულპის ხოლმყოფილობა. და საჭიროა თუ არა ესე იგი დეპულპაცია. ამიტომაც ნაწილობრივი ამოვარდნილობის დროს მას შემდეგ რაც მოხდება ესე იგი კბილის ესე იგი რეპოზიცია, იმობილიზაცია და შეხორცება კბილისა, ხო? მაინც აუცილებელია ელექტროდიაგნოსტიკური მკურნალობა, თუ ეს აღმოჩნდა რომ პულპა ნევროზულია, მაინც უნდა მოხდეს ენდოდონტური დამუშავება და იშვიათ შემთხვევაში შეიძლება აღმოჩნდეს რომ პულპამ შეინარჩუნა ცხოველყოფილობა. ასეთ შემთხვევაში რა თქმა უნდა დეპულპაციას არ ვახდენ და დამშენას არ ვახდენ. ეს რაც შეეხება კბილის ამოვარდნილობას. ახლა მინდა მე გავხსენოთ რომ ამოვარდნილი აღდგება ძვალი თავისი რუბრისებრი ნივთიერება. რა თქმა უნდა ეს რუბრისებური ნივთიერება ხო ნელ-ნელა რეპარაცია მიდის იმისი და აწვება ამ კბილს და კბილი ამოდის, ხო? ეხლა რაც შეეხება კბილების მოტეხილობას, მოდი გავარკვევით, ახლა მოვიდეთ თუ არა გია. მისი არ ვახოთ